რა თქმა უნდა არ არის დამაჯერებელი და არც ერთი სიტყვის არ გვჯერა, იმიტომ რომ მანამდე წინ უძღოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა, ვიყავით მონაწილეობდნენ როგორც ცხოველთა მოყვარულები, ასევე აქტივისტები, ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათგან იმ კითხვებზე თუ როგორ მოხდებოდა ამ ძაღლების დაჭერა, რამდენად გადამზადებულები იყვნენ ძაღლმჭერები, რომ მოეხდინათ ჰუმანურად მათი დაჭერა, გადაყვანა, მანქანაში ჩასმა, ამ კითხვებზე პასუხები მაშინ ვერ მივიღეთ. მეტიც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ გამოგვიცხადა, რომ მოიღობეთ ტერიტორიები მიმკედლებლებმაო და თუ ძალიან გიყვართ ეს ძაღლები, გადაიყვანეთ ტერიტორიებზე. ისედაც სახელმწიფოს გასაკეთებელს ვაკეთებთ ამდენი წელიწადია. აქტივისტები, ორგანიზაციები მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენი რესურსით და რამდენი ტერიტორია უნდა მოვიღობოთ ან რამდენი ძაღლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს პარალელურ რეჟიმში, რომ არ მიმდინარეობს პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, არც გაგდების მონიტორინგი, აღსრულების მექანიზმი ამ ნაწილში არ გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიწყეს არასწორი მიმართულებით პოპულაციის მართვა, მარტო მიუსაფარი ცხოველების ამოღებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერმინს მოვიშველიებ, მათ ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენეს, მათი ამოღებით პრობლემა არ მოგვარდება, იმიტომ რომ ხვალდაზე გაუცილებლად ისევ ქუჩას შეემატება ზუსტად სახლიდან გაგდებული ცხოველები. შესაბამისად, რომ ატყდა აჟიოტაჟი და უკვე ზოგადად სოციალურ ქსელებში ჩვენ პლატფორმებზე თვალს ვადევნებდით, არაერთი შემთხვევები ფიქსირდებოდა ყიბულიდან, სხვადასხვა რეგიონიდან ცხოველების აყვანის და გაუჩინარების, მაგრამ უბრალოდ რაღაც ისე ხდებოდა, რომ მტკიცებულებები არ იყო, ძირითადად ესენი გამთენიისას და ღამე მოქმედებენ და ამიტომ მოყვარულები რო გადიოდნენ უკვე საკვებად აღარ ხვდებოდათ ეს ძაღლები ადგილზე, ამიტომ მტკიცებულებები ფაქტებად არ არსებობდა. უბრალოდ ზუგდიდი შემთხვევაში მოხერხდა, რომ სალომე ფარცვანიამ ძალიან იყო ჩაღა და გადაიღო ეს კადრები და მართლა ვირუსულად რომ მოედო მთელ სივრცეს, უკვე იძულებული შეიქმნა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომ გაეკეთებინა განაცხადი. მეტიც სახელმწიფო სტრუქტურამ დაგბლოკა აქტივისტი მოქალაქეები, ანუ სურსათს ვეღარც ვნიშნავთ და ვეღარც მათ ინფორმაციას ვეღარ ვნახულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საპილოტე პროგრამა თბილისს არ ეხება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ოპერირებს თბილისის მასშტაბით და დღეს უკვე არაერთი ვიდეო და ფაქტი დაიდო ამის დამადასტურებელი, წაიყვანეს ფილარმონიასთან მაცხოვრებელი ძაღლი, რადგან სკოლასთან ახლოს იყო. გადაყავთ სპორტის სასახლესთან მაცხოვრებელი ძაღლები, რადგანაც ისინიც ბიბლიოთეკასთან თუ სკოლასთან იყვნენ ახლოს. ანუ წაახალისეს მასიური აგრესია. ის, რასაც ამდენი წელი შევალიეთ ჩვენი სოციალური კამპანიები, რომ რაღაცნაირად აგვემაღლებინა ხალხის ცნობიერება, ერთი ხელის მოსმით სრულად გაანადგურეს და ჩამოშალეს. რაც შეეხება იმას, რომ სკოლასთან არ უნდა დაბრუნდეს, ბაღთან არ უნდა იყოს, საკვებ ობიექტთან არ უნდა იყოს, ანუ ეს ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია და არ არის იქ დაკონკრეტებული, დაუშვათ აი რა რადიუსში სკოლასთან, რა რადიუსში საკვებ ობიექტთან. პრაქტიკულად ეს ჩანაწერი გამორიცხავს მათ ურბანულ გარემოში დაბრუნებას და ამიტომაც გვიპასუხა ვეტ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა იოსებ მენთეშაშვილმა, რომ ხრიოკ ადგილებში დავაბრუნებთ ამ ძაღლებს, ანუ ხრიოკ ადგილებში იმ ცხოველების დაბრუნება, რომლებიც ველურ ცხოველებს არ განეკუთვნებიან და არიან შინაური ცხოველები, ინვაზია, ანუ ბუნების ჯაჭვს ვარღვევთ ამით და არასწორად დაიწყო სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარება. ისევ და ისევ უნდა შექმნილიყო ერთიანი ბაზა, რაც გაზრდიდა მიკვლევადობას, მართლა უნდა იყოს აი დაჭერიდან ბოლო ეტაპამდე გამოუშვეს ის ცხოველი თუ ევთანაზია გაუკეთეს, რა პრეპარატით გაუკეთეს, რატომ გაუკეთეს, რა მიზეზით, ეს ყველაფერი უნდა იყოს ბაზაში 21 საუკუნეა გაციფრულებული უნდა იყოს ეს ყველაფერი და ამათმა უბრალოდ ველური მეთოდებით ძაღლმჭერები თბილისს არ ყავს გადატრენინგებული და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონებში მათი ტრენინგი საერთოდ არ ჩატარებულა, აი რაღაცა ბრუტალურად, როგორც შეუძლიათ ხელებით, ლასოებით, ყურებიდან იჭერენ ამ ცხოველებს და გადაყავთ მერე გაურკვეველია რაბედიელის ისევ და ისევ, იმიტომ მოხდა რაღაც აი ჭორმართლის ერთმანეთში არევა, რომ სისტემა იმდენად დახურულია სრულად, რომ არა გვაქვს უბრალოდ ინფორმაციაზე წვდომა და იმაზე აპელირება, რა განცხადებებით წავიკითხეთ, რომ რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებულები ვართ, აი ძალიან სამარცხვინოა, იმიტომ რომ ეს ის საკითხია, რაშიც ვერთიანდებით პოლიტიკური პრეფერენციების დამოუკიდებლად ყველანი.